2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ სიღნაღის მერობის კანდიდატად მეორე ვადით მალხაზ ბეგიაშვილი წარადგინა. პროფესიით ინჟინერ-მშენებელი და იურისტი ქიზიყელების ნდობის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება. მისი შეფასებით გასული 4 წელი სიღნაღისთვის ნაყოფიერი იყო. მოქმედი მერის განმარტებით მუნიციპალიტეტში აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, გაკეთდა სპორტული სივრცეები. მისი სურვილია, რომ სიღნაღი ისე განვითარდეს, თითოეულმა მოქალაქემ მიგრძნოს ცვლილება საკუთარ ცხოვრებაში. იგი ამომრჩეველს სიყვარულის ქალაქის რეაბილიტაციასა და ახალი ტურისტული ობიექტების შექმნას პირდება. სიღნაღის გალავნის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, უკვე გადაწყვეტილებაც მიღებული აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ამ რეაბილიტაციის პროექტს ჩვენ მომავალ მიმდინარე წელს უკვე პროცესი დაწყებულია, მაგრამ სამშენებლო სამუშაოები მე როგორც ვფიქრობ და რა ინფორმაციაც მაქვს, მომავალ წლიდან უკვე დაიწყება. ეს რაც შეეხება გალავნის რეაბილიტაციას, იმიტომ რომ გალავანი და ქალაქის თვითონ ეს ურბანული შინაარსი ერთმანეთს ერწყმის კარგად და ერთიმეორისგან განუყოფელია. მაგრამ თვითონ ქალაქს, სადაც უკვე განაშენიანებაა და საცხოვრებელი სივრცეებია, მას რა თქმა უნდა კიდევ მეტი ყურადღება ჭირდება მრავალი მიმართულებით. მაგალითისთვის რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია რომ ჯერ დაიწყოს აი მიწისქვეშა სისტემების, ასე ვთქვათ, რეაბილიტაცია, რაც აუცილებელია და საჭიროებს და ამაზეც მიმდინარეობს უკვე ესეთი საუბრები და მსჯელობა. მე უკვე ახალი მიზიდულობის ცენტრები, ქუჩები მაქვს ხედელობაში, დასახლებული ადგილები და ასე შემდეგ და უკვე მთელ ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა მოყვება, იმიტომ რომ მიწისქვეშა სამუშაოებს თავისთავად აუცილებლად მოყვება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ეს არის კომპლექსური საკითხი. ასევე რეკრეაციული სივრცეები, მოსასვენებელი პარკები, ეს 2-3 ლოკაცია აქვს ესეთი, რომლის რეაბილიტაციასაც ჩვენ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ. იმედია, რომ ჩვენ როგორც განვლილი 4 წლის განმავლობაში გქონდა მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების ასეთივე მხარდაჭერის პირობებში ეს ამოცანები დაძლებადია. და ჩვენ ამის იმედიც გვაქვს, წმენაც გვაქვს და მხარში თანადგომაცაც გზნობთ ყოველთვის და ამიტომ ვამბობ ამას, რასაც ვამბობ. მაგრამ ამ ქალაქის სიღნაღის გარდა, რა თქმა უნდა, არის სოფლები, ისევ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის ბოლომდე მიყვანა, მე ვთქვი, რომ 100 კილომეტრი უკვე გაკეთებული გვაქვს და დარჩენილი გვაქვს, მაგრამ ეს ბოლომდე მისაყვანი. და ასევე კულტურული რეკრეაციული სივრცეები სოფლებში, ბავშვებისთვის მოსასვენებელი სივრცეები, საგანმანათლებლო მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმებიც, ეს არის სკოლამდელი საყრდენი დაწესებულებების კეთილმოწყობა ჩვენი ბავშვებისთვის, რომ შესაბამის კარგ, კომფორტულ გარემოში დაიწყონ აღზრდა და განათლების მიღება, ასევე სასკოლო ინფრასტრუქტურა, რომლის ასე ვთქვათ, გეგმაც გაგვაჩნია წლების განმავლობაში და შეფასებული გვაქვს, სად რა საჭიროება არის და ამის მიხედვით ასე ვთქვათ, იქნება ჩვენი შემდეგი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები.